საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გუშინდელი თემის გაგრძელება მინდა დღეს იყოს დღევანდელ ლაივში, რომელიც ეხება აზერბაიჯანი რუსეთის დაპირისპირებას, რომელიც ალბათ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ტოპ პირველი სიახლე არის და დღეს უკვე ღიად საუბრობს ყველა თუ რა ხდება რეგიონში და არა მარტო ასე რომ ვთქვათ ყოფილ საბჭოთა სივრცეში, გამომდინარე იქედან რომ ეს დაპირისპირება ძალიან არ არის მარტო ორი ქვეყნის დაპირისპირება, იქ ძალიან ბევრი კულუარული მოთამაშეები არიან ჩასაფრებული და ამას პლუს აზერბაიჯანს დიდი ფუნქცია გააჩნია, როგორც ასე რომ ვთქვათ ენერგეტიკული, ასევე სამგზავრო დერეფნების და უდიდესი როლი აქ როგორც ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, ასე სატრანსპორტო უსაფრთხოებაში და ევროპაში მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა არის და არეულობა ეხლა აზერბაიჯანში ეს უკვე ახალი კრიზისის წყარო იქნება როგორც ევროპისთვის, ასევე რეგიონზე აღარაა საუბარი და დღეს მინდა უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრო. ეცდები რაც შეიძლება მოკლედ და კონკრეტულად ვისაუბრო, იმიტომ რომ აი ეს თემა თვითონ რომელიც ეხება ბრიტანულ გავლენებს და ბრიტანეთის სპეცსამსახურებს კავკასიაში და ბრიტანეთის გატარებულ პოლიტიკას კავკასიაში ცალკე საუბრის თემა არის, რომელიც უკვე მესამე საუკუნე არის თითქმის, მესამე ასწლეული არის მიმდინარეობს და ჩვენ გვეხება უშუალოდ ქართველებს და ამას თავისი ფესვები გააჩნია. ამიტომ აუცილებლად ერთ დღეს გემრიელად განვიხილავთ ამ საკითხს ბრიტანული გავლენები კავკასიაში და საერთოდ ბრიტანული სპეცსამსახურების როლი. მაგრამ აი ახლა ძალიან კარგად გამოჩნდა აი ამ უახლოეს ესე რომ ვთქვათ მონაკვეთში ბრიტანეთმა, რომელმაც დაიწყო განსაკუთრებული აქტიურობა აღმოსავლეთის მიმართულებით, თუ რამხელა არხები აქვს მას და რამხელა სასიცები აქვს და როგორ ხდება ტრადიციული მათი მეთოდი, რომ ყველგან არიან და არსად არ ჩანან. მოკლედ აზერბაიჯანში ჩვენ ასე რომ ვთქვათ ახლა კავკასიის რეგიონს რო გადავხედოთ, გარდა ტრადიციული რუსული, თურქული გავლენებისა და ასე შემდეგ, დასავლეთმა შემდეგნაირად გაინაწილა კავკასიის ქვეყნების ასე რომ ვთქვათ გავლენები. პირველი, ანუ სამი ქვეყანა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ამ სამი ქვეყნის კურატორობა, ასე რომ ვთქვათ, იკისრას სამმა დასავლურმა ქვეყანამ. აზერბაიჯანის კონკრეტულად იკისრა ბრიტანეთმა და აქვს ამას თავისი ისტორიული ფესვები, ასევე თავის ასე რომ ვთქვათ აღმოსავლურ პოლიტიკასთან, ბრიტანეთის აღმოსავლურ პოლიტიკასთან ძალიან კვეთადი მიმართულება აქვს, იმიტომ რომ აზერბაიჯანი არის თურქული სამყაროს ნაწილი, თურქეთი კიდე ბრიტანეთის ძირითადი დასაყრდენი იმპერია იყო ოდითგანვე და აქედანაც იყო გამოწვეული ყველაფერი, ასევე არსებობდა ენერგეტიკული საკითხი და აზერბაიჯანის კურატორობა, ასე რომ ვთქვათ, აზერბაიჯანში გავლენა დიდმა ბრიტანეთმა აიღო საკუთარ თავზე. ძალიან უხეშად რო ვთქვათ, მარტო აზერბაიჯანის ეკონომიკაში მთელი ამ ხნის მანძილზე, აი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბრიტანულმა კომპანიამ, British Petroleum-მა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ბრიტანულ ბრენდს, რომელიც ნავთობზე და ნავთობის და გაზის მოპოვებაზე არის დაფუძნებული, 87 მილიარდი დოლარი იჩადო მხოლოდ და მხოლოდ ნავთობის სფეროში. აი წარმოიდგინეთ როგორი დაინტერესება ჰქონდათ, უზარმაზარი თანხა აქვს ჩადებული მხოლოდ და მხოლოდ
გაზის და ნავთობის, ასე რომ ვთქვათ, მიმართულებით აზერბაიჯანში British Petroleum-ს, ну არა იქ საუბარი რაღაც პატარ-პატარა, მოკლე რაღაც ინვესტიციებზე, ამაზე არ არის საუბარი, ანუ ძირითადი მსხვილი ინვესტიცია 87 მილიარდი, წარმოგიდგენიათ რამხელა ხა? და ძირითადი მომპოვებელი ახლა აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, British Petroleum-ი არის და ასევე შემდეგ საქართველოში რაც გაზი და ნავთობი და ეს ნავთობსადენები და გაზსადენები გავიდა, ეს სულ BP-ის British Petroleum-ის პატრონაჟით გაკეთდა და გამომდინარე აქედან აზერბაიჯანი გაინაწილა ბრიტანეთმა, ამიტომ ბრიტანეთის სპეცსამსახურებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს აზერბაიჯანთან და განსაკუთრებული ყურადღების სფერო არის ბრიტანეთისთვის. სომხეთი, რომელიც ტრადიციულად ძალიან ახლო კავშირში იყო და ძალიან ახლო კონტაქტში იყო საფრანგეთში მცხოვრებ სომხურ დიასპორასთან, სომხეთის მხარდაჭერა და სომხეთზე პატრონაჟი იკისრა საფრანგეთმა და კარგად იცით თქვენ საფრანგეთის სომხური დიასპორა როგორ იყო ჩართული და საფრანგეთის სენატი როგორ იყო ჩართული სომხეთის მხარდაჭერაში, ეს ყარაბაღის ომი იქნებოდა თუ ყარაბაღის ომის შემდეგ, თუ პირველი ყარაბაღის ომი იქნებოდა მინსკის ჯგუფის შეკრება და ესე შემდეგ, ამას ეს ფესვები ჰქონდა და საქართველოს, რომელიც პრაქტიკულად არც ერთ ევროპულ ქვეყანასთან არ იყო ასე ძლიერი კავშირებით დაკავშირებული ოდითგანვე, საქართველოს პატრონობა, ну, რა თქმა უნდა, რუსეთთან ერთად, ასე პატრონაჟი იკისრა შეერთებულმა შტატებმა. აი ამ სამი ძირითადი დასავლური ქვეყნის გავლენის ქვეშ, ასე რომ ვთქვათ, გავლენები იქნა გაძლიერებული სამხრეთ კავკასიაში და აი ასე გაგრძელდა ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ну, ახლა მე არაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთს თავისი გავლენები აქვს, თურქეთს თავისი გავლენები აქვს ისტორიული, მე მაქვს საუბარი უბრალოდ დასავლეთის ქვეყნებზე და დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებზე, რომლებმაც მოახდინეს ეს ყველაფერი. ახლა რატო ბრიტანეთი, ხო? ანუ რატო მაგალითად ბრიტანეთი და რატო მანდამაინც ბრიტანული გავლენები აზერბაიჯანში? საერთოდ ბრიტანეთს სამხრეთ კავკასიასთან აკავშირებს ძალიან ღრმა ისტორია, რომელიც ჩრდილოვანია, ჩრდილში იმყოფებიან ისინი და ეს გამოწვეული იყო ადრე ამ თემასთან, როდესაც იყო საუბარი თუ რატო არის რუსეთი ასე სამხრეთ კავკასიით დაინტერესებული და რატო შავი ზღვით და ასე შემდეგ, მქონდა მე ამ თემაზე მაშინ ნაწილობრივ საუბარი. ეს დაიწყო დაახლოებით მე-18 საუკუნეში, როდესაც რუსეთის მზარდმა იმპერიამ დაიწყო სამხრეთით განვითარება და რუსეთის იმპერიას რაც უჭირდა, მათთვის ეს იყო ზღვაზე გასასვლელის პრობლემა ჰქონდათ, ამიტომ პეტრე პირველის დროს დაიწყო ეს ყველაფერი რუსეთში. ჩრდილოეთის ომის სახელით შესული ომის წარმოება, როდესაც მოხდა შვედებთან გამარჯვება და პეტერბურგის დაარსება, იმითი რა ქვია, ბალტიის ზღვით დაკავშირება ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობებით, მაგრამ არ იყო ეს საკმარისი იმ ბუნებრივი მდგომარეობიდან, იმ კლიმატიდან გამომდინარე და ესე შემდეგ საჭირო იყო რუსეთისთვის სამხრეთის თბილი წყლების პორტები. ამიტომ რუსეთის იმპერიამ დაიწყო სამხრეთით განვითარება და მაშინ დაიწყო ყირიმის პირველი ომი, შემდეგ მეორე ომი, ოსმალეთთან ომი, ირანთან ომი და ზუსტად ბრიტანეთი, რომელიც იყო იმ პერიოდისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კოლონიზატორი და ამ კოლონიზაციას ახორციელებდა ზღვაზე ძლიერი ფლოტის დახმარებით, არ ჭირდებოდა მას კონკურენტი, აქედან გამომდინარე ბრიტანელების ინტერესი იყო ის, რომ შავ ზღვაზე ფეხი არ მოეკიდებიათ
რუსებს და შავ ზღვაზეც თუ მოიკიდებდნენ ფეხს რამენაირად, ყოველ შემთხვევაში შავი ზღვიდან უკვე გაშვება არ მომხდარიყო ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი სტამბული, კონსტანტინოპოლი, რომელიც ბოსფორის და დარდანელის სრუტით უკვე ხმელთაშუა ზღვაში გადიოდა. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რომ არც ეს მიმართულება არ იყო მომაკვდინებელი, ასე რომ ვთქვათ, ბრიტანელებისთვის, რადგან ხმელთაშუა ზღვას ისინი აკონტროლებდნენ, გიბრალტარი დღემდეც, ესპანეთიდან, ატლანტიკიდან შემოსასვლელი სრუტე ბრიტანეთის იმპერიის ხელში იყო, მალტაზე მთავარი ბაზა ჰქონდათ, კვიპროსი მათ კონტროლის ქვეშ იყო და რა თქმა უნდა, სუეცის არხი ჯერ კიდე არ იყო გაჭრილი, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ეჭირა თურქეთს. ამიტომ მათი პოლიტიკის ამოსავალი წერტილი იყო ყოველთვის ის, რომ რუსეთის შეკავება მომხდარიყო კავკასიაში, რომ კონკურენტი არ გაჩენილიყო შავ ზღვაზე და ამ მიმართულებით ბრიტანეთმა აწარმოა მთელი ამ ბოლო 300 წლის მანძილზე მიზანმიმართული პოლიტიკა, რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რომელიც დაეყრდნო ორ ძირითად ამოსავალ იმპერიას, ეს იყო სპარსეთის იმპერია და ეს იყო ოსმალეთის იმპერია, რომლებიც რუსეთის ბუნებრივი მოწინააღმდეგეები იყვნენ ადგილზე. ამიტომ აქ ბევრი ხან ასე რო ლაპარაკობს, ხან ისე რო ლაპარაკობს, სპარსეთი აღამაჰმად ხანი და ასე შემდეგ. აღამაჰმად ხანის, რო იცოდეთ ისე, აღამაჰმად ხანის ლაშქრობა თბილისზე და ქართლში ეს იყო წახალისებული და წაქეზებული ბრიტანეთის იმპერიის მიერ, იმიტომ რომ საქართველო, რომელიც შევიდა რუსეთის, ასე რომ ვთქვათ, პროტექტორატის ქვეშ, ეს უკვე ბრიტანული პოლიტიკის წინააღმდეგობაში მოდიოდა და ზუსტად ეს როლი ითამაშა მაშინ ბრიტანეთმა საქართველოს ისტორიაში, ისე რომელიც არ ჩანს არსად. თუმცა ეს დამტკიცებულია საჯაროდ ყველანაირად, ვინც არის მკვლევარები, გამოკვლეული არის მათი ელჩების მოქმედება საქართველოსთან მიმართებაში, ირანთან მიმართებაში და ესე შემდეგ. მეორე მიმართულებაზე, ოსმალეთის მიმართულებაზე ბრიტანეთი უშუალოდ ერთვებოდა სამხედრო ოპერაციებში და ყირიმის მეორე ომი, ასე რომ ვთქვათ, როდესაც 1856 წელი იყო, როდესაც თურქების მხარდამხარ იბრძოდნენ არა მარტო ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთი, სარდინიის სამეფო, იტალიელები და თურქები უშუალოდ თვითონ მონაწილეობდნენ ამ ომებში რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა როგორ ვთქვათ, იცით, ნაწილობრივ კი იმუშავა ამ ყველაფერმა, მაგრამ ნაწილობრივ არ იმუშავა. თვითონ რუსეთ-თურქეთის ომის დროსაც, როდესაც რუსეთმა ბალკანეთი გაათავისუფლა და სტამბულამდე ამის 2 კილომეტრში იყო მისული, მაშინაც ბრიტანეთი გახდა მთავარი შუამავალი იმისთვის, რომ ეს ომი შეჩერებული. მოკლედ ბრიტანეთი რო არ დახმარებოდა თურქებს, რო არ დახმარებოდა სპარსელებს, რო არ დახმარებოდა ამ ჩვენ მოსისხლე იმპერიებს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს იმპერიები უკვე დიდი ხნის წინ არიარსებებდნენ. მაგრამ ბრიტანეთი მოქმედებდა ერთ მხრივ ასე და მეორე მხრივ მოქმედებდა, რომ თვითონ კავკასიელი ხალხის და კავკასიელი ერების რუსეთის წინააღმდეგ ანტირუსული განწყობებისთვის. მათ შორის ცნობილი არის, ამას მე დეტალურად, რადგანაც საინტერესო თემა არის, თვითონ იმამ შამილის მხარდამჭერები ზუსტად ბრიტანელები იყვნენ. საინტერესო კითხვა არის, ის არის უბრალოდ აზრი არის ბრიტანეთის მოქალაქე გავხდი 2005 წელსო და ტესტში ესეთი შეკითხვა არისო, რომ საიდან მოვიდნენ პირველი მაცხოვრებლები ბრიტანეთშიო და აღმოსავლეთ ევროპა, კავკასიაო. სიმართლე გითხრა, ბრიტანელების თავს და ბოლოს ვერავინ ვერ გაიგებს, ალბათ ზეზვა და
ზიას შთამომავლები ჩავიდნენ თავის დროზე იქ, თუმცა დღევანდელი ბრიტანეთი, რა ვიცი, გერმანული ტომების საქსების ანგლო-საქსების შთამომავლობა უფრო არის ხალხთა დიდი გადასახლების შემდეგ, რომლებმაც ადგილობრივი ბრიტები გაანადგურეს პრაქტიკულად და დასახლდეს და აითვისეს. თუმცა ეს ცალკე თემა არის. ერთი სიტყვით, ბრიტანეთმა ჩამოაყალიბა მათ შორის საქართველოშიც, ბრიტანეთმა ჩამოაყალიბა აზერბაიჯანში, ბრიტანეთმა ჩამოაყალიბა სომხეთშიც, ჩრდილო კავკასიაშიც, მათ შორის ჩერქეზებთან დაამყარეს ძალიან ახლო კავშირები იმისთვის, რომ წინააღმდეგობა ყოფილიყო მაქსიმალურად გაწეული რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, შემდეგ ისტორია მაჩვენა. ამ ყველაფერს რუსეთი დაუპირისპირდა ძალიან ხისტი ძალით, რომელიც ხისტი ძალის პოლიტიკის შედეგით აღმოჩნდა ის, რომ ჩერქეზული ტომები საერთოდ ამოძირკული იქნენ და გადასახლებული იქნენ ოსმალეთის იმპერიაში. რა თქმა უნდა, ახლა ყირიმიდან განდევნაზე აღარაა საუბარი. რაც შეეხება სპარსეთის მიმართულებაზე ირანთან უფრო ნაკლები ომები აწარმოა, მაგრამ ჯერ ისედაც და შემდეგ გრიბოედოვის, რომელიც ელჩი იყო, რომელმაც შეათანხმა ირანში აზერბაიჯანის გადმოცემა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და ასევე ომის დასრულება და ომის დასრულების სანაცვლოდ რაღაცეთი 20 მილიონი ვერცხლის ღირებულების თანხის გადახდა, რის გამოც ბრიტანული სპეცსამსახურების წაქეზებით მოხდა შემდეგ მოკლა, თავის მოჭრა და მოჭრილი თავის ტარება აქეთ-იქით. ამის შემდეგ სპარსეთის იმპერიის მიერ გამოსყიდვა, ასე რომ ვთქვათ, მათი ცოდვის და შახის ბრილიანტის ჩუქება და მოკლედ კავკასიაზე უარის თქმა. ესეც სხვათა შორის ბრიტანელების მოწყობილი იყო და არსებობდა ასეთი ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი, გვარად კონორი, რომელიც ახდენდა აი ამ ყველაფრის იმას, რა ქვია, არევას და არევას სპარსეთში და აი ამ ყველა პროვოკაციების მოწყობას, თუმცა მე სხვათა შორის მას ეკუთვნის სიტყვები აღმოსავლეთის დიდი, ანუ თამაში, დიდი საჭადრაკო დაფა, რომელიც აი ამ დიდი საჭადრაკო, აღმოსავლეთის დიდი საჭადრაკო დაფაში იგულისხმებოდა, ახლო აღმოსავლეთში და კავკასიაში განვითარებული მოვლენები ბრიტანეთის იმპერიას და რუსეთის იმპერიას შორის. თვითონ კონორს ძალიან ცუდად დაუმთავრდა მისი მოღვაწეობა. ავღანეთში შეიპყრეს შემდეგ და კიდე ცალკე თემა არის. იქ ჩააგდეს გველებთან და მორიელებთან ერთად აწამეს და მერე თავი მოკვეთეს. ეს პოლიტიკის გამტარებელს, თვითონ ამ აგენტს ვინც იყო. მაგრამ ახლა ამას რატო საუბრობ? ბრიტანეთი ყოველთვის იყო ჩართული ამ საქმეებში. შემდეგაც, როდესაც რუსეთის იმპერიის პერიოდში იქნა გადაცემული ეს აზერბაიჯანის ტერიტორია, ბრიტანეთმა მაშინაც კი მეფის რუსეთის პერიოდში ნავთობის მოპოვებაში თავიდანვე გააკეთა უზარმაზარი ინვესტიცია. არსებობდა მაშინ სხვადასხვა ფირმები იყვნენ, მათ შორის ცნობილი არის ეს ნობელის ქარხანა, რომელიც შემდეგ სტალინმა და ამათმა დაწვეს ბათუმში, ბაქოში და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან დიდი ფესვები ჰქონდა ბრიტანეთს. ძალიან ფართო ფესვები ჰქონდა ბრიტანეთს და აი ეს ფესვები არსად არ წასულა. ამიტომ ამ ფესვებმა დაიწყო ახლა გამოღვიძება და ყველგან ჩანს ბრიტანეთი. აი უკრაინის ომი, გავიხსენოთ უკრაინის ომი. მის კისერზე არის უკრაინის ომი, როდესაც შეთანხმებული იყვნენ ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს 22 წლის სტამბულის ხელშეკრულება, რუსეთს ჯარები გაყავდა, დონეცკიც რჩებოდა, ლუგანსკიც ყველაფერი
ვინ არია ეს ყველაფერი, ხო? ბორის ჯონსონი ჩავიდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და პირდაპირ უთხრა, მოდი ბიჭებო, უბრალოდ ვიომოთ, ჩვენ მხარში დაგიდგებით. რა თქმა უნდა, ბრიტანული თავები იყო, თავიდან ბოლომდე უკრაინაში რაც ხდებოდა. ეს გეგმა თვითონ რუსეთის შეკავების და რუსეთის კავკასიიდან განდევნის არსად არ წაუღია ბრიტანეთს და ეს გეგმა მუშაობს ახლა. აი მარტო ბრიტანეთი არ არისო ისრაელის თავებიც მარხიაო. ახლა ისრაელის თავები მარხია კი არა, ისრაელი პირდაპირ მონაწილეობს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და არა მარტო. მაგრამ ახლა ისრაელის თვითონ ხელისუფლებები და ესენი რომ მიექვსის ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკის გამტარებლები არიან ერთიან ჯაჭვში, ამას რა თუნდა საუბარი. ამიტომ მიექვსი ეს ბევრად დიდი და ძლიერი ორგანიზაცია არის ვიდრე ისრაელი. იმიტომ რომ ისრაელი ეს მაინც ხელოვნური სახელმწიფო არის, რომელსაც სხვათა შორის ჩემი სიტყვები არ ეგონოს, ისე ზოგიერტს. ჩემი სიტყვები არ ეგონოს ამერიკის პოლიტიკის მამამ ადამ კისინჯერმა უწინასწარმეტყველა მაქსიმუმ 2022 წლამდე არსებობა, 2012 წელს თქვა, რომ 10 წელი დარჩა ისრაელის არსებობის ვადაო. და ალბათ ეს ყველაფერი შეაჩერა იმან, რომ 2022 წელს უკრაინაში დაიწყო ომი და სხვა მხრივ მოხდა ძალების გადასროლა და სხვა გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნა, თორე ისრაელი იარსებებდა თუ არა აქამდე საინტერესო არის კიდე და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ებრაელები მთელ მსოფლიოში გაფანტულები არიან, კარგად არიან იქაც და ისრაელში მეორე ხარისხოვანი ებრაელებს აცხოვრებენ იმისთვის, რომ არსებობდეს იქ ის მაგათი ოფისი, რაც არის წარმოდგენილი. ეგ ცალკე თემა არის. მოკლედ ეგეთ სიტუაცია არის. ახლა რაც ხდება თავიდან ბოლომდე, ამას ყველაფერს აკეთებს ბრიტანეთი. სხვათა შორის საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, აი უახლეს ისტორიაში ბრიტანეთს აქვს ძალიან ცუდი როლი ნათამაშები. ინგლისს უშუალოდ. ეს არის 1918-21 წლის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს სომხეთთან მოგებული ომი ლამის დამარცხებად ჩაუთვალეს და ლორეტ აშირის ტერიტორია წაართვეს, როდესაც ბრიტანეთი შემოვიდა და პირდაპირ გამოაცხადა აჭარის ოკუპაცია მოახდინა. ბრიტანეთი, რომელიც გამოვიდა შუამავლად რუსეთს და საქართველოს შორის სოჩის ოლქის გადაცემის სანაცვლოდ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ. ბრიტანეთი იყო გარანტორი ამ ხელშეკრულების და ასე შემდეგ. მაგრამ ბრიტანეთი მერე ყველგან ისე გაქრა და გაიპარა, როგორც ჩვევია და არსად კვალი არ დატოვა. აი დღევანდელ პერიოდში კიდე ხო, აი რაც ხდება აზერბაიჯანში, ეს არის ბრიტანული პოლიტიკის გაგრძელება, რომელი პოლიტიკაც ითვალისწინებს სხვისი ხელებით, სხვისი, ასე რომ ვთქვათ, ხორცით, სისხლით, უბედურებით საკუთარი პოლიტიკის გატარებას. მთავრდება უკრაინის მიმართულება, იმიტომ რომ ყველა ღიად აღიარებს უკვე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადეს ღიად, რომ უკრაინას ვერ გადასცემენ იმ მთავარ შეიარაღების კომპონენტებს, რომელიც არის საჰაერო სივრცის დაცვისთვის საჭირო, იმიტომ რომ თვითონაც ნაკლებობა აქვს და ისრაელის ომმა აჩვენა ეს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ამ თავდაცვის იარაღის, ამიტომ უარი გამოუცხადეს. ასევე ხდება ეკონომიკური დახმარების შეჩერება და ფაქტია, რომ უკრაინაში მზადდება რაღაცა ისეთი მოვლენა, როგორი მოვლენაც შეიძლება იქნას, ასე რომ ვთქვათ, ამ ომის შეჩერების ერთ-ერთი სახე, ანუ გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ჩაატარონ ეს არჩევნები, ვიღაცა ზელენსკის მაგივრად მოიყვანონ ვიღაცა ახალი პიტალო და მოღალატე, რა ვიცი, რომელსაც მოაწერიებენ ხელს რუსეთთან ტერიტორიების დათმობის ამბავში და შეაჩერონ ეს ომი რა. ანუ უკრაინისკენ ეს იმპულსები ჩანს, სერიოზულად ჩანს, მაგრამ ახლა უკრაინა სრულდება, უკრაინის გარდა სხვაგან არის საჭირო და კავკასია კიდე ყოველთვის მტკივნეული მიმართულება არის რუსეთისთვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის. მით უმეტეს ამ რეგიონში უკვე გავლენები ძალიან გაძლიერებული აქვს ადგილობრივ მოთამაშეებს,
პირველ რიგში თურქეთს, რომელსაც თავისი მართლა მოძმეერი ყავს აზერბაიჯანელი ერი და აზერბაიჯანული სახელმწიფო გუშინ ახლა ვინც უსმინეთ ჩემს ვიდეოლარებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ აზერბაიჯანი არის ის ქვეყანა სადაც არც ერთი რუსული სამხედრო ბაზა არ არის, არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ დგას, სრულიად თუ არა აბსოლუტურად დიდ ნაწილში გასული არის რუსეთის გავლენის სფეროდან და სანუკვარ ოცნებამდე რომ თურქეთთან კონდეს პირდაპირი სახმელეთო კავშირები და თავის ავტონომიას დაუკავშირდეს, აშორებს მხოლოდ და მხოლოდ ზანგეზურის კორიდორი, სადღაც 30 კილომეტრიანი მონაკვეთი. და ამ დროს არის ჩართული მაქსიმალურად ეს რბილი ძალა კავკასიაში, რომელიც არც ისე რბილი არ არის. და აღმოჩნდა ისე, რომ დღევანდელი სამხრეთ კავკასია პრაქტიკულად გამოდის რუსეთის კონტროლის სფეროდან და თავისთავად ამის ნიშნები კი არა, აი ამის პირდაპირი შედეგები არის, რასაც ვხედავთ, ხო? იგივე აზერბაიჯანი, რომელიც აი აზერბაიჯანი ამას არასდროს არ გააკეთებდა, აი მაგალითად 2019 წლამდე დაახლოებით 2019 წლამდე ასეთი 1000 ფაქტი რომ მოხდარიყო, ამაზე ხმას არ მოიღებდა. რაც ახლა მოხდა. მაგრამ 2019 წლიდან შეინიშნება უკვე აზერბაიჯანში სერიოზული ცვლილებები. ცვლილებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი გამოდის მიუხედავად სტრატეგიული მოკავშირეების ხელშეკრულებისა, გამოდის ესე იგი რუსეთის მეგობრობიდან და მთლიანად გადადის თურქეთის მეგობრობის ბანაკში, რომელიც მას პირდება და დასავლეთის ძალები, რომლებიც მას პირდებიან, რომ ყარაბაღში ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს და ამის ხარჯზე იყენებს ამ მომენტს და თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღდგენს. ამ აღდგენის პროცესში რუსეთი დაკავებული არის თავისი პრობლემებით, უკრაინით და თავისი სანქციებით და ასე შემდეგ. აზერბაიჯანს ეხსნება ხელები, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი სამშვიდობო რუსი ჯარისკაცი იღუპება, ხმას ვერ იღებენ რუსები, იმიტომ რომ პოლიტიკური ვითარება არის ისეთი და აი ამ მომენტიდან აზერბაიჯანი გადადის ანტირუსულ ბანაკში. სხვათა შორის არ დაკვირებია ბევრი იმას, რომ აზერბაიჯანმა არაერთხელ გაუგზავნა დახმარება უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებდა. აი ახლა ეს მომენტი კიდე რაც მოხდა, ხო? ეს მომენტი იყო აზერბაიჯანში, აზერბაიჯანული ხელისუფლებისთვის და ძალებისთვის იდეალური მომენტი, რომ აეწიათ ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება აი ესეთ მაღალ დონეზე. არ ვლაპარაკობ ჩემო ძმაო, ახლა ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ მაშინ გვეშველება პატრიოტი ხელისუფლება რო გვეყოლება და პატრიოტი ხელისუფლება არ აქვს. ხო და როდესაც გვეყოლება პატრიოტი ხელისუფლება, მე ვიფიქროთ ჩვენ რა გვეშველება იმასე. ჯერ იმაზეა საზრუნავი, რომ ქვეყნის სათავეში პატრიოტი ხელისუფლება იყოს. მოკლედ ახლა არის ისეთი მომენტი, რომ მიუხედავად საქართველოში, მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა უძახონ ახლა ქოცებს პრორუსული და რუსეთი და ასე შემდეგ. ვერ დაარქმევ, ქოცები არიან თავის ხალხი, თავის კანონს უფრთხილდებიან და საქართველოში რუსეთს იმიჯი, სახელი, რუსულ სახელმწიფოს ისია გაფუჭებული განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. საერთოდ რუსეთს ვერ ახსენებ. სომხეთში საერთოდ ნიველირებული არის რუსეთის სახელი, იმიტომ რომ თვლიან ისინი, რომ რუსეთი მათ არ დაეხმარათ ყარაბაღის ომში და გაწირა და ამაზე ხდება პედალირება. აზერბაიჯანში კიდე როგორც ხედავთ, ნელ-ნელა ინვესტიციებით, დახმარებით, პოლიტიკური მხარდაჭერით, დიპლომატიური მხარდაჭერით და ასე შემდეგ თურქული სამყაროს წევრი ქვეყანა არის და გამოვიდა გავლენიდან. ამიტომ შესაძლებელია ითქვას, რომ რუსეთი ახლა სამხრეთ კავკასიაში ძირითადად რასაც აკონტროლებს, ესაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის ის სამხედრო ბაზები, რომელიც სამხედრო ბაზებიც გააჩნიათ სომხეთში. დანარჩენი გავლენები
პრაქტიკულად განულებული არაა, მაგრამ ძალიან დაცემული არის. გამწვავება კიდე ამ მომენტისთვის რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არა, იმიტომ რომ რუსეთი როგორც ეკონომიკურ ასევე სხვა მიმართულებით აღმავლობის პერიოდს არ გადის, იმყოფება საომარ პერიოდში, თვითონ რუსეთის ეკონომიკა სამხედრო რელსებზეა გადასული და სულსხვანაირი დროით მუშაობს და სულსხვანაირი დროით ცხოვრობს. ის რომ გამძაფრება რამეს იკეთეს მოუტანდეს რუსებს ასეთი ვარიანტი არ არის, თორე იმოქმედებდა, ამიტომ არის ის მომენტი, როდესაც აზერბაიჯანი მაქსიმალურად ახდენს დისტანცირებას რუსეთიდან და ეს გამოიხატება რუსული აგენტურული ქსელის ჩახსნაში, ეს რუსული კულტურის, რუსული საინფორმაციო საშუალებების, რუსი ჟურნალისტების და ამ ყველაფრის ნელ-ნელა ჩაჭრა და თავისი პოლიტიკის გატარება. ეხლა რასაც აკეთებენ რუსეთში აზერბაიჯანელი მიგრანტების მიმართ და დიასპორების მიმართ, ზუსტად იგივეს უკეთებენ აზერბაიჯანელები რუსებს აზერბაიჯანში. ასე ხდება მათი ტურისტების იქნება, დაკავებულების დამცირება, შეურაცხყოფა, ცემატყება. ეხლა გაჩვენებთ, რომ აი გასაჯაროვდა ეს მქონდა კიდეც, აი მაგალითად ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაჭერილი იქნენ აზერბაიჯანში რუსეთის FSB-სთან კავშირის გამო. სპუტნიკის თანამშრომლები არიან და ლიცენზია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე არის გაცემული სპუტნიკზე, დანარჩენი და ეს სხვათა შორის მანამდე ჰქონდათ გაცემული, ახლა უბრალოდ მოქმედებაში მოიყვანეს და თუკი ჩვენი მოქალაქეები, თუკი აზერბაიჯანელების ცემატყება შეგიძლიათ, ჩვენ შეგვიძლია ასე, ამათი თუ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მოქალაქეების დასჯა, თქვენ შეგვიძლია და ასე შემდეგ რა. ამიტომ შენ შემოგევლე ჩემო ძმაო, მაგმარაზმზე ლაპარაკი მართლა არ მინდა. ახლა მე ჩემხვდა იმაში, რომ აი ამ დონეზეა ჩვენთან კავკასიაში მსოფლიოს დიდი მოთამაშეები თავის პოლიტიკას ატარებენ და ჩვენი ბედი რა იქნება, ამაზე უნდა ვფიქრობდეთ და ეს რა ქვია, ბლატაო ბიჭო და ესე, ამიტომ არ ვსაუბრობ სიმართლე გითხრათ, საქართველოში პოლიტიკა არ არის, საქართველოში არის რაღაცა პოლიტიკანური, თუ ქუჩაში უფრო უკეთესად არ ლაპარაკობდნენ ხალხი და უფრო უკეთესი აზროვნება და დამოკიდებულება და გარჩევა არ იყოს ერთმანეთში საქმის, ვიდრე წულუკიანის და ნაცქოცების იმაზე რო არის, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა რა, შენ შემოგევლე. მოკლედ, ყველას აქვს იმის ფიქრი, თუ რა იქნება მომავალში. იმიტომ რომ აზერბაიჯანი არის ძალიან საკვანძო სახელმწიფო. საკვანძო სახელმწიფო არის მით უმეტეს რუსეთისთვის, რომელიც თავის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მარშრუტებს ჩრდილოეთის სამხრეთის მიმართულებაზე გადაისვრის და აი ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი როგორც ბაქოს პორტი არის საჭირო, ასევე რკინიგზა, ასევე გზა ირანთან დამაკავშირებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის. ამიტომ იქნა სხვათა შორის ხსენებული, რომ ეს საკითხიც, ეს ჩვენთვის უფრო სხვა რამის მანიშნებელი არის და აი აქაა საჭირო ნამდვილად ნორმალური აზროვნება, პატრიოტული აზროვნება და გამოყენება ამ მომენტის, რომ მოსკოვში ამბობენ, რომ ჩრდილოეთის სამხრეთის კორიდორებში მოხდეს საქართველოს ჩართვა. საქართველოს ჩართვა როგორ უნდა მოხდეს, ხო? საქართველოს და რუსეთს შორის არის ერთადერთი ლეგალური ყაზბეგის ლარსის გამშვები პუნქტი. დანარჩენი მიმოსვლა უბრალოდ არ არსებობს. თუ საზღვაო მიმართულებას არ ჩავთვლით, დანარჩენი მიმოსვლა არ არსებობს. ანუ ეს ითვალისწინებს იმას, რომ კორიდორების გახსნა უნდა მოხდეს აფხაზეთის მიმართულებაზე, სამაჩაბლოს მიმართულებაზე და ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის შეიძლება ძალიან კარგი დივიდენდების მომტანი გახდეს.
დღეს პესკოვმა განაცხადა ის, რომ ჩრდილოეთის სამხრეთის კორიდორებიო, როდესაც გჭირდებაო, ჩვენ როგორც ჩვენ გჭირდებაო, ისე ჭირდებაო აზერბაიჯანს ეს ყველაფერიო. ანუ ეს არ არის ისეო, რომ მარტო რუსეთს ჭირდებოდესო და ეს ბევრი საკითხებიო, უნდა უიქნასო მოგვარებულიო მოლაპარაკებებით და მაგრამ არ გადადიან ესენი მოლაპარაკებებზე, გამომდინარე იქედან, რომ ორივე მხარე იწვევს ელჩებს და მიმდინარეობს პროტესტების და ნოტების გაცვლა ორივე მხარეში. საინტერესო არის ის, რომ ალიევს და პუტინს თვითონ პირადად პირველ პირებს ჯერ არ განუცხადებიათ რაღაცა ისეთი მკვეთრი მნიშვნელოვანი, რომელი მკვეთრი და მნიშვნელოვანიც იქნებოდა მანიშნებელი იმის, რომ ახალ ფაზაში შეიძლება სადღაც გადავიდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა. ნუ ახლა ალიევს აწყობს თუ არ აწყობს გამოითქმა სხვათა შორის აზრიც იმის შესახებ, რომ ბრიტანული სპეცსამსახურები ალიევს აიძულებენ, რომ ანტირუსული პოლიტიკა განსაკუთრებით დაბალანსებული ორსკამზე ჯდომის საშუალებას არ აძლევენ და ალიევის მიმართებაში შეიძლება განხორციელდეს სალავიევის გადაცემაში იყო ეს, რომ შეიძლება განხორციელდეს შიდა არეულობა, შიდა მაიდანი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ალიევის და მისი კლანის წინააღმდეგ იქნება ორგანიზებული და ამით არიან დაშანტაჟებულია ალიევი, თუ ის არ დაიჭერს ანტირუსულ მიმართულებას, არეულობა ბაქოს არ აცდება. არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ახლა ისე კარგად არ ვიცნობ მე აზერბაიჯანულ პოლიტიკას და რომელმა ძალამ შეიძლება შეცვალოს ალიევების კლანი აზერბაიჯანში, მაგრამ ფაქტი არის ერთი ის, რომ ბრიტანეთს იქ თავისი ხალხი ნამდვილად ეყოლება და ნამდვილად ეყოლება ის საშუალება, რომ აზერბაიჯანში გავლენები შეცვალონ. სხვათა შორის ჯერ კიდე 2009 წელს იყო საუბარი, რომ აზერბაიჯანში გადატრიალებას საქართველოსდან გეგმავდნენ და ამაში ბოკერია მონაწილეობდა და მსგავსი 1000 ვირთხები, რომლებიც საქართველოში არიან ჩაბუდებული. მე ნამდვილად არ გამოვირიცხავ მაგას, იმიტომ რომ ალიევების კლანი მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის მართლა გადამრჩენელები აღმოჩნდნენ და როგორც ტერიტორიული მშენობის აღდგენა შეძლეს, ეკონომიკის აუმჯობესება შეძლეს, დემოგრაფიის აყვანა 10 მილიონამდე შეძლეს და სხვა ბევრი რამე, როგორც სახელმწიფოების ფორმირების საკითხში, ასევე ყველას ამოვიდა ყელში მაგათი AST-ის შთამომავლობითი დიქტატურა, რომელიც არის იქ გაჩაღებული, ამიტომ არ გამოვრიცხავ იმას, რომ მიუხედავად ამ დიდი სიყვარულისა რაღაც მართლა იყოს შიგნით მცდელობა და არეულობა. ახლა ფაქტია, რომ იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი არის ერთმანეთთან დაპირისპირებული ნაუმარი ქვეყნები, ორივეს ამ მომენტში აერთიანებს ის, რომ ორივე არის ანტირუსული პოლიტიკური ელიტები. განწყობილი ანტირუსულად ეს აზერბაიჯანში იქნება თუ სომხეთში იქნება, აი ეს აკავშირებთ ნამდვილად ახლა ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან. ახლა ჩვენთან რა პოლიტიკაცაა კი ვხვდებით. თუმცა საქართველოში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ის, რომ რაც არის დაგეგმილი, რომ სვლა ხელისუფლების არეულობა, ესე შემდეგ რუსეთთან დაპირისპირებაში გადაყვანა, მაგრამ თუ საქართველოში არ მოხდა, აგერ აზერბაიჯანი უფრო უკეთესი არის კიდე და თუ კი აზერბაიჯანის და რუსეთის კავშირების ჩაჭრას მოახერხებენ, ეს კიდე უფრო ერთი პლუსი იქნება. ნუ მოკლედ ესეთი ძიმე მდგომარეობა არის ამ ჩვენ სამეზობლოში და ერთი ისაა, რომ რუსეთი ახლა ნამდვილად დაკავებული არის უკრაინის საკითხებით, ასე რომ ვთქვათ, ორივე თათებით ჩაბმული არის და ნამდვილად არცალია თან უკვე გაძლიერებული აზერბაიჯანის მიმართ რაღაცა სამხედრო ოპერაციების ფიქრთან დაკავშირებით. თუმცა არც ეგ არ უნდა გამორიცხოს ადამიანმა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს რუსეთს ყოველთვის ექნება იმის ძალა, რომ
აი რაც ახლა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, თქვათ იმის 10% სამხრეთ კავკასიისკენ მიმართოს და არ დაჭირდება ამდენი სისხლის ზღვრა, ამდენ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს და თუ თურქეთი არ ჩაერია თვითონ უშუალოდ. ამიტომ მით უმეტეს აზერბაიჯანის მიმართებაში უამრავი შიდა პრობლემის გამოწვევა შეუძლია რუსებს და ფაქტიურად ერთი ეს არის, რომ გავლენა იმის შესახებ, რასაც ბრიტანელები გეგმავდნენ და ამბობდნენ, უფრო და უფრო ძლიერდება რუსეთის ირგვლივ. ყველა მისი მეზობლის, ბალტიისპირეთში არ ამაქვს საუბარი, ფინეთში არ ამაქვს საუბარი, უკრაინასთან ომი აქვს, არ ამაქვს საუბარი, საქართველოსთან დაპყრობილი აქვს ტერიტორიები, აქ სასაუბრო რა არის, აი აზერბაიჯანთან ქონდა თბილი-თბილი ურთიერთობა და აი აზერბაიჯანშიც დაეძაბა ურთიერთობა, ყაზახეთთან ქონდა შედარებით კარგი ურთიერთობა და ყაზახეთში ძალიან ანტირუსული პოლიტიკა მიმდინარეობს. ამიტომ ეს რბილი ძალა, რომელი რბილი ძალაც ითვალისწინებს რუსული გავლენების ჩაჭრას ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მუშაობს და ზუსტად აი ამ მუშაობის პროცესს უყურებთ ახლა ჩვენ. თავის დროზე, როგორც გითხარით, რუსეთი ასეთ ძალებს ხისტად ჩარევით პასუხობდა. ხისტად ჩაერეოდა, ჩაატარებდა სამხედრო ოპერაციებს, დაიპყრობდა, შტიკებზე დააყენებდა არმიას და რაც კავკასიაში რუსული ჯარის და საერთოდ რუსი ოფიცრის სახი არის ერმალოვის პოლიტიკას გაატარებდა და ამით ჩაახშობდა ყველაფერს. აი ამის ასე რომ ვთქვათ, რამდენი აი უკვე 2 საუკუნეზე მეტი არის გასული და ჩრდილო კავკასიიდან მოყოლებული დღემდე კავკასიაში ძალიან ცუდად ახსოვს ერმალოვის სახელი კავკასიელებს, იმიტომ ეს იყო ისეთი ხისტი, სისხლისმსმელი ოფიცერი, გენერალი, რომელიც ყველაფერზე ხისტი ძალით პასუხობდა და რუსული ოკუპაციის სახით იყო ერმალოვი დარჩენილი. ხო, აი მაგის თქმა დამავიწყდა, ჩემო კარგო, აი კითხვა არის, რომ ლაპარაკობენ აშშუმ სანქციები მოუხსნა. დიახ, მე წავიკითხე ეს ინფორმაცია, რომ ტრამპა რუსეთის ბანკებს მოუხსნა სანქციები დეკემბრის თვის ჩათვლით, მე მგონი, რაც ითვალისწინებს რუსეთის ცენტრალური ბანკების ფულის ტრანსფერს იმ სივრცეში, რომელიც სივრცეშიც იქნება გაცვლა საჭირო, ანუ დასავლური კაპიტალის ამერიკასთან მიმართებაში. ასევე ცალკე ყურადსაღები არის ის, რომ ასევე მოუხსნა სანქციები ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ყიდულობდნენ რუსეთიდან ბირთვულ საწვავს, ამაშიც გაიხსნა რუსეთს ხელები და ტრამპი თავის პოლიტიკას ატარებს. ახლა ტრამპი რო არ გადააყოლებს მის ქვეყანას და მის ინტერესებს უკრაინის კონფლიქტს, საერთოდ ყველა მისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყურება. კი, ეს ხდება. ბრიტანელებისთვის ეს არის იდეალური საშუალება სხვა ქვეყნების და სხვისი ხელით არიოს სიტუაცია და თვითონ იყოს მშრალზე ყოველთვის. ამის ისინი იყვნენ, რა ქვია, ბრიტანელები ისტორიულად ოდითგანვე თავების დამარხვის, ერთმანეთზე გადაკიდების და მსგავსი რაღაცეების მასტერები იყვნენ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შოთა აი რაშია საქმე იცი, განა იმიტომ რომ სამხედრო თვალსაზრისით არა აქვს ძალა, სამხედრო თვალსაზრისით კავკასიის ძალა, რა თქმა უნდა, აქ და აზერბაიჯანის ძალაც აქ, მაგრამ ერთი არის ომის დაწყება, სამხედრო ოპერაციის ჩატარება და მეორე არის შენარჩუნება და რა შედეგები მოყვება ამ ყველაფერს, ეს კიდე ცალკე საკითხავია და აზერბაიჯანს ორი დიდი მტერი ყავს, ეს არის, ამას თვითონაც ამბობენ და აღიარებენ.
ეს არის ირანი და ეს არის რუსეთი. სომხეთი ეს საერთოდ არ იხსენიება აზერბაიჯანის მიმართ მტრობაში. აი ამ ორ ქვეყანას შეუძლია უახდინოს სერიოზული ცვლილებები და საერთოდ გაიყოს აზერბაიჯანი რა. მით უმეტეს, როდესაც გაჟონა ინფორმაციამ სომხეთში ირანის ელჩმა თქვა, რომ ირანზე იერიშები აზერბაიჯანის მხრიდან იქნა მიტანილი უპილოტო თვითმფრინავების, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აზერბაიჯანმა დაიკავა ნეიტრალური პოზიცია, აი ესეთი ამბებია და ესეთი ეჭვებია. ახლა აქ ისტორიული დამოკიდებულება არის 15 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში და ირანი აზერბაიჯანს უყურებს თავის ყოფილ ტერიტორიად, რომელიც ყოველთვის იყო მისი გავლენის სფერო. საუნთო ინჟინერი უჩა გუგუჩიას დაკითხვა რატომ დახურესო. ხო დღეს გამაგებიეს, რომ უჩა გუგუჩიას დაკითხვა ყოფილა არა უშავს შემოძმაო უჩა გუგუჩიას რაც უნდა ელაპარაკა იმ კომისიაზე. მეორე ფილმი, რომელიც ახლა მალე დასრულდება და აგვისტოს თვეში იქნება გამოსული, რომელიც სამედიცინო ემიგრაციას ეძღვნება. მე გაგაცნობთ უფრო მეტი დეტალურად იმ ყველაფერს, რასაც უჩა გუგუჩიას უნდა ესაუბრა და ისი დახურვაც მოხდა. ამიტომ დაელოდეთ, რატო დახურეს და იმიტომ დახურეს, რომ ბევრი ვირთხა, ვინც ახლა მათ ქოცებშია, მათ სახელები და გვარები არის უამრავი ამოტივტივებული იმ ყველაფერში. ამიტომ დახურეს. რაში ჭირდებათ ახლა ქოცებს? აი გუშინ წინ რო იყოს პილოტები რო დაკითხეს. რა თქვა იმ პილოტმა? პირდაპირ დაადო ხელი, ნიკოლეიშვილი იყო კოდორის ხეობის ოპერაციაზე, ვინც ავალებდა ამ პილოტებს იქაურობის დაბომბვას. სოსო სურაული, რომელიც ამას ვიძახით ჩვენ ამდენი ხანია, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს. მე ნიკოლეიშვილი ახლა ქოცების მარჯვენა ხელია. აი ოსურაული კიდე ხიდაშელმა და ქოცების მთავრობამ საერთოდ შეიარაღებული ძალებიდან გაუშვა და უსამსახუროდ დატოვა და კაცი კონგოში წავიდა, რომ თავი გადაერჩინა, მერე იქ ჩამოაგდეს და იქ მოკლეს სადღაც აფრიკის ჯუნგლებში. და ამაში მათი წვლილი არის შეტანილი ყველაფერი და აი ამიტომ არ თქვი, ამიტომ არ გაასაჯაროეს ეს ყველაფერი. ნუ მაგაზე ცალკე ვისაუბროთ. ცალკე იქნება მაგაზე სასაუბრო, მაგრამ ახლა მოკლედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა საუბარი, რომ ეს და კიდეც რომ მოგვარდეს და არ ვიცი ადრე თუ გვიან ალბათ მოგვარდება რაღაც პრაგმატულ ურთიერთობაზე მივლიან აზერბაიჯანი და რუსეთი, მაგრამ აზერბაიჯანი უკვე გადასული არის მთლიანად ანტირუსულ ბანაკში და გამოსული არის რუსული გავლენის მხრიდან, ამიტომ რუსები მიდიან უპრეცედენტო ნაბიჯებზე აზერბაიჯანულ დიასპორას დაერიეს, იმიტომ რომ რუსეთში აზერბაიჯანელი ბიზნესმენები იქნებიან, დიასპორა იქნებათ, რაღაცა უზარმაზარ ფულს შეუვლობენ და დაახლოებით ყოველწლიურად 200 მილიარდის დოლარის ღირებულების თანხა გადის აზერბაიჯანში და დაერიენ ამ საცეცებს და ჭრიან, ისე როგორც თავის დროზე ქართველებს გაუკეთეს, ახლა აზერბაიჯანელებს უკეთებენ. ეგრე რა, ეგ ხდება. ხო, ახლა რაში ჭირდებათ, რომ გუგუჩიას ღია საუბარი იქნას გამოტანილი გარეთ. გუგუჩიას ეგ არაერთხელ აქვს ნასაუბრები, ისედაც, მაგრამ ვითომ რაღაცა ეთიკა დაიცვეს, იმიტომ რომ არ აწყობთ ამ დროში და ამ სივრცეში. გენერალი გოგავას დაკითხვა არ უნდა იქნას თურმე რა ქვია დახურული და გუგუჩიას ის უნდა იქნას დახურული. კარგი, ჩემოკარგებო, ამ თემაზე მე უფრო ვრცლად და უფრო დეტალურად გაგესაუბრებით. ახლა კი დაგემშვიდობებით. მშვიდობა უსურვოთ ჩვენ სამშობლოს, იმიტომ რომ საერთოდ არ გაიხედავ. სირია იქნება, ირანი იქნება, აზერბაიჯანი იქნება,
აგერ უკრაინა იქნება ყველგან ომი უბედურება და ესაა და რა ვიცი უფლის იმედად არის ჩვენი ქვეყანა რომელსაც რა ვიცი გადარჩენა ჭირდება და ამოსუნთქვა ჭირდება და სულ ასე სულის ღაფვაში ვართ ქართველები და დანარჩენი აგერ თქვენ და აგერ ჩვენ და შევხედავთ ნახავთ რა იქნება და ჩვენი ქვეყნისთვის არ მინდა ქალბატონო ეთერ ესეთი სიბრძნეების საუბარი რა არა საჭირო ესეთი სიბრძნეების საუბარი და ესეთ სიბრძნეებს ნუ ლაპარაკობთ რა თუ არ იცით ყოველ შემთხვევაში იკითხეთ აზერბაიჯანი ხმას ნამდვილად არ მოიღებდა ახლა როგორც 2015 14 13 16 17 წლებში 18-შიც ასე იყო ეს ყოველთვის და ყველამ კარგად იცოდა რომ აზერბაიჯანის რა ქვია ყარაბაღი აზერბაიჯანს სომხეთმა წაართვა და სომხეთმა კი არა რუსებმა წაართვეს მაგრამ იძულებულები იყვნენ რუსეთთან თანამშრომლობდნენ და ხმას ვერ იღებდნენ გამომივიდა აქ და აფრქვენ ამ სიბრძნეებს თუ არ იცი გაჩუმდი მოისმინე მაინც სულ იღებდა ხმას როდის იღებდა აზერბაიჯანმა გაატარა ძალიან ბრძნული პოლიტიკა მისი ქვეყნისთვის იყო ჩუმა თანამდე საჭირო იყო როდესაც მისი პრობლემები მოიგვარა მე ამოიღო ხმა აი ესა თორე ძალიან კარგად უგორებდა კოჭს და ძალიან კარგად თანამშრომლობდა რუსეთთან და იარაღსაც ყიდულობდა რუსეთთან და ნავთობის და გაზის გაყიდვით ორივე კარგად შეუვლობდნენ ფულს და არავის არ ახსოვდა ყარაბაღი. შვიდობა მოგცეთ ხმართ.